რაღაცნაირი ლინზასავით არის, ერთხელ რომ გაეცნობი ამას, მე რაღაცა იმ კონტურების გარდანახვა შეუძლებელი ხდება. რომ ბრენდს ვერ შევაყვარებთ მომხმარებელს, თუ აი ამ არასულიერ პროდუქტს არ შევძინეთ ადამიანური ემოციები. პოვა გამოყენება ფსიქოთერაპიაშიც, პოლიტიკაშიც, მარკეტინგშიც, ბიზნესშიც, პიროვნულ განვითარებაში. დავუშვათ ვარ 5-იანი, ანუ 2-იანი, მე ვიმუშავე და გავხდი 6-იანი, ესე ხდება? აშკარა ხდება, რომ ეს მეთოდი უნდა გაზიარდეს სხვა მარკეტოლოგებთანაც. უცნაური ქცევები, რომლებიც ხშირად გვაღიზიანებს ადამიანებში, როდესაც ვიგებთ თუ რა ტიპის თავდაცვითი მექანიზმი დევს, გვეცვლება დამოკიდებულება. უფასო საჩუქარი გიждები ამ სიტყვათა შეთანხმება, უფასო საჩუქარი. რა რესურსი უნდა გეყოს იმისთვის, რომ მე ყოველდღე ისეთი რაღაცა გითხრა, რაც შენ გაინტერესებს. უფრო დიდი ლინზით დაგაკვირდები, ძალიან მაინტერესებს ეს ყველაფერი, როგორც кейსი. აი ადრე თუ მაგალითად მე ჩემ ბრენდთან ერთად ვსურავდი 25 მეტრიან აუზში, რასაც ტრადიციული სეგმენტაცია ერქვა, ენეაგრამამ გახსნა ოკეანე. მოგესალმებით, დღეს ძალიან საინტერესო ორი სტუმარი ვყავს ერთის ნაცვლად. ცოტა ხნის წინ სიტყვა კოუჩი რო დამკვიდრდა საქართველოში, ძალიან ბევრი ეს იყო პრობლემა იყო, რომ რა არის კოუჩი, რატომ ინგლისური სიტყვა, ვიხმაროთ მწრთნელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კოუჩი არის სწორედ ის სიტყვა, რაც ამ პროფესიას შეესაბამება და დღევანდელი კოუჩი თან საინტერესო არის, იმიტომ რომ ენეაგრამას პრინციპზე გვესაუბრება. რა ენეაგრამა ამ ბოლო ხანებში საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში, თუმცა მსოფლიოში დიდი ხანია მან ასე ვთქვათ ფესვები გაიდგა და რა არის ენეაგრამა, რა შეგვიძლია ყოფ ცხოვრებაში გამოვიყენოთ. ამაზე ანი ჭაბუკიანი ყავს დღეს სტუმრად. გამარჯობა ანი. სალამი მაიკო. მოკლედ მე გავშიფრე ეს ჩემი ბერძნული ცოდნა გამოვიყენე და 900. ესე იშიფრება ენეაგრამა. ანუ ადამიანები იყოფიან 9 ტიპად ენეაგრამის მიხედვით. დიახ, ენეა 9 წახნაგოვანი გეომეტრიულ ფიგურას ნიშნავს ენეაგრამა ბერძნულ ენაზე და ეს არის ძალიან წყობრი სისტემა, რომელიც შეისწავლის ადამიანების ქცევას, მათი აზროვნების მოდელს და სამყაროსთან ინტერაქციის პატერნებს. თავის შიდა არაცნობიერი მოტივაციებით, თავის ძლიერი მხარეებით, თავის შემზღუდავი რწმუნებულებებით, თავის ჭრილოვანი ასპექტებით, სოციალური ქცევით, ჰარმონიის შექმნის სტრატეგიებით და ძალიან სიღრმისეული, ასე ვთქვათ, დეტალებით იმის ირგვლივ თუ როგორ მუშაობს ჩვენი ფსიქიკა. ერთგვარი ფსიქიკის რუკაა ეს ინსტრუმენტი, რომელსაც აქვს ძალიან მრავალფეროვანი გამოყენება. და ესეთი ის არის, ესეთი ცოტა ვართ, ანუ მხოლოდ 9 ტიპად ვიყოფით ადამიანები? არა, მხოლოდ 9 ტიპად არ ვიყოფით. აქ არის 27 დამატებით კიდევ კომბინაცია, რომელიც დომინანტენიან ნიშანთან ერთად თას მოიაზრებს, ანუ მეზობელენიან ნიშანს მოიაზრებს და არის კიდევ ინსტინქტების დონეზე კიდევ 3 ქვეტიპი და ამ ფრთებთან კომბინაციაში დაახლოებით სადღაც 125-ზე მეტი კომბინაცია გამოდის. ანუ რაღა ეგ, რაღა ასტროლოგია. ვერ ვიტყოდი, არის რაღაცა ზოგადად საკრალურ ცოდნებზე დაფუძნებული მოდალობა არის ესეც და ისტორიაში მისი კვალი ფაქტიურად იკარგება, იმდენად ძველია. გვხვდება ის ადრეულ ქრისტიანულ მისტიციზმში, სუფისტებთანაც, საკრალურ გეომეტრიაში, პითაგორასთან, ბევრი სხვადასხვა წყაროებში არის მინიშნება ამ ინსტრუმენტის შესახებ, თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგიის მოდალობად ის მე-20 საუკუნის 60-იან დაახლოებით წლებში ჩამოყალიბდა და მერე უკვე პოვა გამოყენება ფსიქოთერაპიაშიც, პოლიტიკაშიც, მარკეტინგშიც, ბიზნესშიც, პიროვნულ განვითარებაშიც, მენეჯმენტშიც და მე პირადად მე თვითონაც ძალიან ბევრ რაღაცაში ვიყენებ ამას, წყვილებთან როცა ვმუშაობ, იქაც მადგება, გუნდებთან როდესაც კორპორატიულ სეგმენტთან მუშაობ, გუნდების განვითარებას ამ მეთოდით ვახორციელებ და პიროვნულ განვითარებას, როდესაც ადამიანი რაღაცა თავის თავში ეძებს თავის რესურსებს, თავის მისიას, თავის მოწოდებას და დღეს აგერ თქვენთან ამოვყავი თავი. იცი რა მაინტერესებს, ჩვენ ადრე გვქონდა შეხება ციფრული ფსიქოლოგია, თქვა? დაახლოებით ერთი და იგივეა. ეს დაბადების თარიღის მიხედვით არის თუ სხვა ციფრების მიხედვით ჯგუფდებიან ადამიანები? ხოთშიც მე დამყოფი ვარ თქვენთან ციფრული ფსიქოლოგიის პრეზენტაციაზე, ძალიან კარგი გოგო იყო, ვინც ამას აკეთებდა. არის სხვა სისტემა არის ეს. ენეაგრამას 9 ფსიქოტიპი ძირითადად ეფუძნება ჩვენი ძალიან ადრეული დამღების და ტრავმების
ტრავმებიდან წამოსულ, ასე ვთქვათ, იმ ფოკუსს, რომელსაც ვავიწროვებთ სამყაროში, ანუ რა ფილტრში ვუყურებთ და როგორ აღვიქვალთ სამყაროს და როგორ გგონია, რომ იმ დეფიციტთან გამკლავება შეგვიძლია რაღაცნაირად, ხო? აი მაგაზე არის დაფუძნებული, ანუ მუცლადყოფნის პერიოდიდან დაახლოებით 7 წლის ასაკამდე რა გარემოშიც მოვედით და რა გარემოშიც აღვიზარდეთ და ამან რა დამღაც და გავლენაც იქონია ჩვენზე, შეიძლება რაღაცის დეფიციტი იყოს, შეიძლება რაღაცა პირიქით ზედოზირებით, ჭარბი დოზით იყოს ჩვენ ცხოვრებაში. და ამასთან ჩვენმა ინტელექტმა როგორ ისწავლა გამკლავება და როგორ ადაპტირდა იმ პრობლემასთან ამან შექმნა მერე ჩვენი ენეა ნიშანი და ეს არის ფაქტიურად ჩვენი ცრუ ყალბი ასე ვთქვათ ვერსია ის რაც გახდა ჩვენი დამცავი მექანიზმი მერე ურთიერთობაში ადამიანებთან და გარე სამყაროსთან. რა საინტერესოა და რა მეინტერესებს აი იცვლება ჩემი ნიშანი და უშუალოდ ვარ ხუთიანი ან ორიანი მე ვიმუშავე და გავხდი ექვსიანი ესე ხდება? არა დომინანტი ენეა ნიშანი არასდროს არ იცვლება, მაგრამ ხდება რა იცით, რომ თვითონ ენეა ნიშანი არის იგივე ფიქსაცია. ანუ როდესაც რაღაცაზე ვარ ფიქსირებული, ასე ვთქვათ, ჩაციკლული. როდესაც ჩემ თავზე ვმუშაობ და ვითარდები, ნელ-ნელა ამ ფიქსაციიდან, ანუ ერთი ენეა წახნაგიდან გამოვდივარ ცენტრისკენ და ვცენტრირდები და ინტეგრირებას ვახერხებ. ანუ ჩემთვის ხელმისაწვდომი ხდება სხვა ენეა ნიშნის რესურსებიც დამატებით, მაგრამ ის ერთი ღერძი დომინანტი არასოდეს არ იცვლება. ანუ მნიშვნელოვანია ცენტრისკენ ცენტრირება და ინტეგრირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კოუჩინგს ატარებთ ენეაგრამას კოუჩი. ენეაგრამას პრაქტიკოსი ვარ კი და ენეაგრამას მეთოდით გუნდების განვითარების კოუჩინგს ვახორციელებთ. აი რომ მოგვიყვეთ რა ტიპის კომპანიები იყენებენ თქვენს სერვისს რაში ადგებათ, აი თქვენ რო დაიწყეთ ეს რომ კომპანიებთან მინდა ფსიქოლოგისთვის გასაგებია რომ მოდის ადამიანი, მაგრამ აი კომპანიები როგორ იყენებენ ძალიან საინტერესო პროცესია, დაახლოებით 4 საფეხურს მოიცავს ეს ენეაგრამას მეთოდით ეს კოუჩინგი. პირველ რიგში ხდება გუნდის ენეა დიაგნოსტირება. ანუ გუნდის თითოეული წევრის ენეა დიაგნოსტიკა, რომელიც ინტერვიუს მეშვეობით ხორციელდება. აი ძალიან დიდ კორპორაციაში რო შედიხარ, ყველას იკვლევ. იცით რა გააჩნია კონკრეტულად ახლა ამ ეტაპზე აღმასრულებელ გუნდებთან მუშაობთ, ანუ ცვლილება როგორც წესი ზევიდან ხვევით მოდის ხოლმე და შემდეგ უკვე მერე დეპარტამენტების მიხედვით ესე ყველასთან ერთად გასაკვირველი არა, ხო? ანუ რაღაცა იერარქიულად ესე იწყებ. და ენეა დიაგნოსტიკა გუნდის წევრების შემდეგ აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რომ გუნდთან მოხდეს აი ამ ენეაგრამას თეორიული ჩარჩოს გაზიარება. ანუ რას ნიშნავს ეს ენეაგრამა, რა ინსტრუმენტია, რას გვასწავლის, ენეა ნიშანი როგორ ყალიბდება, ინტელექტის ცენტრი როგორ ყალიბდება, როგორ უნდა გამოიყენო ეს ინსტრუმენტი თვით განვითარებისთვის და როდესაც ეს ენეა დიაგნოსტიკის ეტაპი დასრულდება, შემდეგ უკვე ამ თეორიული ჩარჩოს დაახლოებით 2-3 დღიანი ვორქშოპის ფარგლებში ხდება ხოლმე ამის გაცნობა, შემდეგ უკვე გადავდივართ გუნდის ენეა რუკის შედგენაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ აი რა კომპოზიცია, რისგან და რა რესურსისგან შედგება გუნდი და მიმდინარეობს მერე ანალიზი, რამდენად თანხმედრაში არის ეს დეპარტამენტის და თვითონ ამ გუნდის მიზნებთან და ამოცანებთან, რა რესურსი გვაკლია. ან პირიქით რაღაცა რესურსის სიჭარბე რა ტიპის ურთიერთობებში რა დინამიკას იწვევს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე როგორ დავბალანსებდეთ და როგორ ვთქვათ, ხომ არ არის საჭირო როგორ შემოვიტანოთ რაღაც დამატებითი უნარები ან პერსპექტივები, რომ უფრო ეფექტური იყოს გუნდი. ანი, გავიგე რომ აკეთებთ ამ სეგმენტირებას, ასე ვთქვათ, ასწავლით და მე როგორ ხდება ამის ინტეგრაცია პროცესში. აი ეს არის, იმიტომ რომ უამრავ თეორიული ცოდნა მაქვს მე პირადად და ჩემს ცხოვრებაში ვერანაირად ვერ ვახერხებ მათ ინტეგრირებას ისევ ნეტა რომელი ნიშანი ვარ? თუ რა რიცხვი ვარ, ასე ძალიან საინტერესოა, რატომ მიყვარს იცით ეს ინსტრუმენტი, რომ არის იმდენად წყობრი და დალაგებული სისტემა, რომ როგორც კი დაეცნობი იმის არაინტეგრირება მე და არ გამოყენება აღარ გამოდის რაღაცნაირად, ხო? ესე არის, აი დარწმუნდებით თქვენს, მომეცემა იმედია შესაძლებლობა რომ გაგიზიაროთ უფრო სიღრმისეულად ეს ინფორმაცია და რაღაცნაირი ლინზასავით არის, იცით, ერთხელ რომ გაეცნობი ამას, მე რაღაცა იმ კონტურების არ დანახვა შეუძლებელი ხდება და
რაღაც ისეთ გარღვევას აკეთებს ცნობიერებაში და აღქმებში საკუთარი თავის და ადამიანების, რომ თვისობრივად იცვლება ურთიერთობის დინამიკა გუნდში. გარდა იმისა, რომ პრაქტიკაში შემოგვაქვს თქვათ იქ რაღაცა ვადგენთ რეპორტებს, დოკუმენტებს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვიხემძღვანელოთ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროს, ყოველდღიურ ბრიფინგებზე თუ სტრატეგიული რაღაცა დისკუსიების ფორმატში, ისედაც ძალიან პრაქტიკული ინსტრუმენტია ყოველდღიურობაში დასანერგად და რაც მთავარია ბონუსად ის მოყვება ხოლმე რა რომ ეს ცოდნა როგორც წესი მიაქვთ ადამიანებს და იყენებენ ყველა ურთიერთობაში. პირველი ოჯახი მოდის ხოლმე. აი მე ჩემი ქმარი, ჩემი შვილი. აი გავიფიქრე. დათილი ისა ესა. ვისაც თინეიჯერი შვილები ყავს, ალბათ ძალიან და მთავარი ის არის რა რომ აი ეს უცნაური ქცევები, რომლებიც ხშირად გვაღიზიანებს ადამიანებში, ხო, როდესაც ვიგებთ თუ რა ტიპის თავდაცვითი მექანიზმი ან რაღაცა ტკივილთან გამკლავების მექანიზმი დევს ამ ქცევის უკან და ამ ქცევის ქვეშ, ხო, რაღაცნაირად გვეცვლება დამოკიდებულება, ემპათიაც გვიღვივდება უფრო მეტი, აღქმა გაგება მეტი გვაქვს, ნდობის ფაქტორს ძალიან კარგად ურტყავს ეს ენეაგრამაც ასევე და აი ეს დაძაბულობა და კონფლიქტური სიტუაციები ხშირად აქ ტემპერატურა იწევს და ამის ხარჯზე ისეთი ენერგია თავისუფლდება, რომ ბევრად უფრო პროდუქტიული და მოტივირებული და რესურსული ხდება გუნდი. აი ეს არის ამისი მთავარი ხიბლი. მე ხე თინეიჯერ შვილები მყავს და ძალიან მომინდა. ანუ მათი მოყვანა არ იქნება საჭირო მე რომ მოგიყვეთ თქვენ თვითონ იცით რა არა ალბათ არა მოყოლით არა ჯობია ისევ და ისევ თუმცა მაინც სრულწლოვანებამდე ვერიდებით დიაგნოსტიკას იმიტომ რომ აი ეს ეგოს ღერძი უნდა იყოს უკვე ჩამოყალიბებული არ მოვლე თუმცა თქვენ რო გაეცნობით ამნენია ტიპებს მაგრამ თქვენ თვითონვე შეგიძლიათ გარე დაკვირვების შედეგად ერთი ქართული ზმნის უღლება ძლივს დავიმახსოვრე თავისი სერიები დამსკრივები გავს ეს ამბავი გავს ხო მაგრამ 9 ტიპის დონეზეც მაინც საკმარისი იქნება რომ თქვენ ძალიან საინტერესო რაკურსი შეხედოთ მე თქვენი შვილების სამყაროს ეხლა ეს ყველაფერაც მოყევით ძალიან მომხიბლავია ცოტა დაუჯერებლად მომხიბლავია ცოტა დაუჯერებელი არის მაგრამ და ამიტომ აი კართან მელოდება მე ჩემი მოგვარე ნატაწერეთელი რომელმაც მოგიყვებათ როგორ ვიცი რომ პრაქტიკაში კორპორაციულ დონეზე დანერგა და იმდენად მოეწონა რომ თქვენთან ერთად გააკეთა კურსი ენეა მარკეტინგი აი ძალიან მაინტერესებს რა ხდება და გადავამოწმებ ახლა ყველაფერს ეს ჩვენი თანამშრომლობის შედეგად წარმოიშვა ძალიან საინტერესო სინერგია გვაქვს მე და ნატას და მე ეს იდეა რომ რაღაცა მიტრიალები და თავში დიდი ხნის განმავლობაში რა რომ აი ენეაგრამა მარკეტინგში ბიზნესში მენეჯმენტში ზოგადად ისეთ ასპექტებში რომელშიც აქაც ამ ქართულ რეალობაში კარგი იქნება რომ ნელ-ნელა დაინერგოს ესეთი რაღაცეები რომ თვითგანვითარებისთვის გავიგეთ რომ ძალიან კარგია კი ბატონო მაგრამ ესე და წამომწდა თუ არა ეს იდეა ძალიან აიტაცა ნატამ და ძალიან სწრაფად ეს ყველაფერი მე გარდაიქმნა რეალობად და დღესდღეობით უკვე ვაკეთებთ ამ ენეა მარკეტინგის კურსს და გვინდა რომ ქართულ ბიზნესს მივცეთ ეს ინსტრუმენტი შემდეგ კურსზე ერთი ადგილი უკვე დაჯავშნილია ჩემგან მოწინავე ყველა კურსზე გექნებათ ერთი ადგილი მოწინავე ადგილ ცენტრში ვზივარ და კითხვებით გბურღავ აუცილებლად გელოდებით ძალიან დიდი მითი რა ქვია ენთუზიაზმი მადლობა და ბოდიში რომ დილასადრე გაგაღვიძე არ არის პრობლემა მაგრამ მიმაჩვია უკვე ამ ამბავს და აი შემოგვერდა ნატაწერეთელი ჩემი მოგვარე და ჩემი უსაყვარლესი ადამიანი რომელიც დღეს ხელმძღვანელობს უზარმაზარ სადისტრიბუციო კომპანია დიპლომატ ჯორჯიას მარკეტინგს მის სახელს არაერთი ხმაურიანი კამპანია უკავშირდება სხვათა შორის ძალიან საინტერესო მიგნებებით რომლის კოპირებაც მე ბევრმა სხვა კომპანიამ და ბრენდმა სცადა მაგრამ ასე კარგად არ გამოუვიდა მოდით ესეც ვთქვათ და მეც როდესაც კითხულობდი კომუნიკაციებს ნატას არაერთი кейსი მქონდა სტუდენტებისთვის მოსაყოლად და აი დღეს რა თქმა უნდა ამ ინოვატორმა ადამიანმა ენეაგრამა აიტაცა და ენეაგრამა დანერგა მარკეტინგში ნატა გამარჯობა გამარჯობა მაიკო დიდი მადლობა ცოტა რომ გამაწითლეო შევადილიდან არა მე მახსენდება მთელი სრულიად ერი როგორ შეგვსვი ჩინუსის კონსერვებს. კი ბატონო, ჩვენი ბრალი. ჩინუსის პოპულარობა თავიდან ბოლომდე შენი ბრალი ეს ყველაზე ხმაურიანი кейსია. და ძალიან მიყვარს ამის მოყოლა. თვალყურს რომ ვადევნებდი რა ნაბიჯებს დგამდი, მაშინ ენეაგრამა
იცნობდი თუ ესე ინტუიტურად მოხდა? არ ვიცნობდი სხვათა შორის და ძალიან ვნანობ იმ წლებს, როცა არ ვიცოდი საერთოდ ამ მეთოდის შესახებ, თუმცა მარკეტინგიც ხომ განვითარებადია და ვითარდება და თან ძალიან დინამიურად ვითარდება და ძალიან გამიხარდა, რომ როგორც კი ცოტა შემოგვაკლდა, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტები, აი რაღაცა სამყარომ გამაცნო ანი, რომელმაც გამაცნო ენეაგრამა, ასე ვთქვათ. სხვათა შორის კორპორატიულ ჭრილში გავიცანით, იმიტომ რომ ანი იყო ჩვენი კოუჩი, მენეჯმენტის კოუჩი და როცა გამეცნო ეს სისტემა, აღმოჩნდა რომ მარტო მართლაც გუნდებში სამუშაოდ კი არა, როცა იცნობ შენს თანამშრომელს, რომელი ენეა ნიშანია, რა ტკივა, რა ახალისებს, რა ამოტივირებს, გაცილებით უფრო მარტივია მასთან ურთიერთობა და საქმის უკეთესად კეთება. ანუ ყველა HR-მა უნდა გაიაროს. მგონია რომ კი ნამდვილად, იმიტომ რომ აი ადამიანს სხვა თვალით გაჩვენებს. მაგალითად, რიგ თანამშრომლებზე რომელზეც მე ძალიან, ასე ვთქვათ, ტემპი მიყვარს, რომელიც ნაკლებ ტემპიანია, ასე ვთქვათ, იმის თუ გაღიზიანებს იმის რაღაც თვისება, ამის შემდეგ როცა ხედავ რომ ის რანაირი ადამიანი და მის დადებით მხარეს უფრო აქცევ ყურადღებას, გაცილებით გამარტივებულია ორივე მხარისთვის მე ურთიერთობა. მე თუ მკითხავ, აი ხა HR-ებს მივედით, სამსახურის შეცვლას როცა აპირებ, შენი უშუალო ხელმძღვანელის ენეა ნიშანი უნდა იცოდე და ამის მიხედვით გადაწყვიტო ეს ცვლილება განახორციელო თუ არა. ზუსტად და თუ განახორციელებ, მე მასთან ურთიერთობა გაცილებით უფრო ეფექტურია და მენეჯერისთვის კიდევ როცა გუნდს მართავ, აუცილებელია რომ იცოდე აი HR-თან დავინახე ძალიან კარგად. აი მარკეტინგში უშუალოდ გუნდის მართვას რომ თავი დავარნებოთ, აი კამპანიებში, კომუნიკაციებში, როგორ იყენებ ამ ცოდნას, რაში შეიძლება მე გამომადგეს და უშუალოდ თუ გავივლე ამ კურსს და ვარ ჟურნალის გამომცემელი და რა შეიძლება გამოვიყენო ეს. ნუ ხო ფიქრობ რომ რესპონდენტებთან ურთიერთობის შემთხვევაში ერთი, მაგრამ ეს ჟურნალისტებს უფრო და აი ბიზნესურად რა შეიძლება. აი არა მარტო ჩემი აღფრთოვანება ამ სისტემის და აი ამ ფსიქომეტრიის მეთოდის მიმართ ზუსტად ის არის, რომ აი მარკეტინგში დღეს მაგალითად ხომ ჩვენ სულ საუბრობთ რომ ბრენდის პერსონიფიკაციაზე. ხო? იმიტომ რომ ბრენდს ვერ შევაყვარებთ მომხმარებელს თუ აი ამ არასულიერ პროდუქტს არ შევძინეთ ადამიანური ემოციები. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ბრენდის პერსონიფიკაცია, თვითონ პერსონას არ ვიცნობთ ღრმად. ენეაგრამა გაძლევს საშუალებას, რომ პერსონის მოტივები, შიში, ბარიერები, ტრიგერები, ყველაფერი გაიცნო და სისტემა არის მზად, რომელიც შეგიძლია რომ შენ ბრენდს ეს შეძინო. ანუ ფაქტობრივად კვლევა ადამიანურე ბრენდს და ყველა ნიშანი, მაგალითად მესამე ნიშანი, რომელიც არის ტრიუმფატორი, რომელიც არის მიღწევებზე და წარმატებაზე ორიენტირებული ბრენდი, მან როგორ უნდა იკომუნიციროს თავის მომხმარებელთან. იმიტომ რომ ენეაგრამა გაძლევს სრულ სპექტრს. როგორ იქცევა კომუნიკაციის დროს, სოციალური ქცევის პატერნებს გაძლევს, კრიზისის დროს როგორ უნდა მოიქცეს ბრენდი, რომ თავის იდენტობას არ უღალატოს. იმიტომ რომ ბრენდის პერსონიფიკაციას თუ ადამიანური მომენტები არ შევძინეთ, მე მომხმარებელს დღეს ვერ მოვატყუებთ, ვერცრაზოს ვერ ვატყუებდით ჩემი აზრით, მაგრამ დღეს განსაკუთრებით. მით უმეტეს დღეს როგორ არა, მე შეგეწინააღმდეგები. მაგალითად დღეს დღევანდელი მარკეტინგი სრულად არის ტემუ. 1+1 უფასო საჩუქარი გიждები ამ სიტყვათა შეთანხმება უფასო საჩუქარი და მთელი მარკეტინგული კომუნიკაციების უმეტესობა ყოველ შემთხვევაში 95% ხდება ესეთი. მიიღე საჩუქარი, არ ვიცი ეს რის ბრალია, ბაზრის მოთხოვნის ბრალია თუ იმისი რომ კომპეტენცია აკლია დღევანდელ მარკეტერებს, არ მოვერიდები ამის თქმა ძალიან დიდი ბოდიში, იმიტომ რომ მე მახსოვს სულ ახლო წარსულში რამხელა კამპანიებს ვეჭიდებოდით, ეს იყო ადამიანების ცნობიერებაზე ვმუშაობდით, გაზრდაზე ვმუშაობდით, გადასარევი კამპანიები, რამაც რეალურად დღევანდელი სამოქალაქო საზოგადოება ჩამოაყალიბა დიდწილად და დღეს 1+1 აქციაში, რასაც შენ მეუბნები, რომ ბრენდი უნდა მესაუბროს, მოყვები, მიხარია რომ ესეა, მაგრამ მინდა რომ მარკეტერებმაც გაიგონ, რომ ისინი მხოლოდ გაყიდვები ბრენდი საბოლოოდ ზრდის გაყიდვებს. აუცილებლად. ოღონდ გრძელვადიანად ზრდის ამ გაყიდვებს და აი რას ეტყოდი ამ ხალხს, ვინც მართლა გაატემუეს მთელი
მარკეტინგი. სხვათა შორის მათთან ერთად მეორე მხარეც არის ძალიან ჭკვიანი და მოაზროვნე მარკეტერები და სტრატეგები, რომლებიც ნამდვილად ბრენდს აშენებენ და მოკლევადიანადაც მოაქვთ გაყიდვები, მაგრამ არ ანგრევენ ბრენდის იდენტობას. რატო საუბრობ ამ პერსონიფიკაციაზე? როცა შენ შეგიძლია გაყიდვების ბუსტი გააკეთო რაღაც აქტივობებით, მაგრამ არ დაუკარგო ბრენდის იდენტობა და აუცილებლად რაღაცა 1 წლის თავზე, 2 წლის თავზე ბრენდის იდენტიფიკატორები და ბრენდის ჯანმრთელობა გაზარდო, რასაც ზომავთ კვლევების საშუალებით ძალიან და რაც მარტივად. ყველაზე მნიშვნელოვანია. უბრალოდ შენ რაზეც საუბრობ ახლა ეს დრო მოიტანა მაიკო, იმიტომ რომ ადრე მაგალითად ბრენდი, დიდი ბრენდი აკეთებდა წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ კამპანიას, სლოგანი ქუხდა, უფრო გესმოდა. დღეს ეს არის თეთრი შრიალი, თეთრი სიჩუმეს რო ეძახიან, ხო, რომელიც შრიალებს თითქოს სადღაც განზე. რატომ? სოციალური მედია შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში. დღეს ბრენდი ყოველ დღე საუბრობს მომხმარებელთან. რა რესურსი უნდა გეყოს იმისთვის, რომ მე ყოველ დღე ისეთი რაღაცა გითხრა, რაც შენ გაინტერესებს. ეს ძალიან რთული გახდა. ადრე, როდესაც წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ მიწევდა ამის გაკეთება, გაცილებით მარტივი იყო ეს. მომხმარებელსაც შეგეკამათები, სოციალური მედია ძალიან ბევრ რამეში გეხმარება. ძალიან, თუმცა აი ეს რომ ტემუს შეადარე, ზუსტად ამიტომ ხდება, რომ ყველა ბრენდს უწევს ასე თუ ისე ერთი და იგივე სიტყვების გამოყენებაც კი და ერთი და იგივე კომუნიკაცია, უფასო საჩუქარი, მე რა ვიცი კიდე რაღაც უფასო რაღაც ამ სიტყვებთან შეხამება, რომელიც აბსოლუტურად ცოტა გემოვნებ, პლიზ, ცოტა გემოვნებიანად შევათაღო უფასო საჩუქარი ყოველთვის. ეხლა ეს რომ მომიტანი და მოჩუქე უფასო ჩემთვის არის უფასო. იმიტომ საჩუქარია. საჩუქარია. აი ამას გვაძლევს ენეაგრამა. ეს შემმატა მე რომ ყოველდღიურ კომუნიკაციაში მომცა, აი ადრე თუ მაგალითად მე ჩემ ბრენდთან ერთად ვსურავდი 25 მეტრიან აუზში, რასაც ტრადიციული სეგმენტაცია ერქვა, ენეაგრამამ გახსნა ოკეანე. იმიტომ რომ მთელი მე მესმის უკვე რომ ჩემ ბრენდის ტონალობა მე მესმის რა სიტყვები უნდა გამოვიყენო და რა არ გამოვიყენო ჩემი სამიზნე აუდიტორია რომელი ენიანი არიან იმიტომ რომ მე ტრადიციული სეგმენტაცია დღეს მოდი ვთქვათ რომ ამოწურა თავი ფუნდამენტი რჩება დემოგრაფია ლოკაცია ასაკის სქესი მაგრამ სხვა რას მაძლევს არ მაძლევს შენს მოტივებს არ მაძლევს შენს შიშებს არ მაძლევს შენ როგორ იღებ გადაწყვეტილებას ენეაგრამა ამას მიმატებს საქმიანობაში. ანუ რეალურად ჩაღრმავებული კვლევის ტოლფასია. კი, რომელიც გაქვს ფორმულა გაქვს. სადაც ზუსტად ამიტომაც შევქმნით ეს ენია მარკეტინგის კურსი, როცა მე ჩემ საქმეში უკვე ერთ ბრენდზე, ორ ბრენდზე, სამ ბრენდზე დავგეგმე ის და გაამართლა და ეხლა ზუსტად მალე ძალიან გვექნება ძალიან კარგი კამპანია და ამაზე სხვა დროს მე და შევისაუბროთ. როცა ამას ნერგავ და ხედავ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. მე უკვე აშკარა ხდება, რომ ეს მეთოდი უნდა გაზიარდეს სხვა მარკეტოლოგებთანაც. ზუსტად ამიტომ დაიდო ეს ენია მარკეტინგის კურსი, სადაც მზა ფორმულას ვაძლევთ, ტრადიციულ სეგმენტაციას იღებ, გვერდით უმატებ ენეაგრამას ლინზას და გამოგდის, არ ვიცი, აუთვისებელ ჰორიზონტამდე 360 გრადუსი 200-ჯერ. ზუსტად, იმიტომ რომ სიტყვები არ გელევა შენი საკომუნიკაციო ტონის მრავალფეროვნება, აღარ ხარ მოსაწყენი მომხმარებლისთვის. შენ სეგმენტს ხედავ ძალიან კარგად და პლუს შენს იდენტობას, ბრენდის იდენტობას არ ღალატობ. რაც საბოლოო ჯამში გაძლევს იმის საშუალებას, რომ დღესაც გაყიდო და რამოდენიმე წელიწადში გქონდეს ბრენდი, ნამდვილად ბრენდი, რომელიც მომხმარებელს ეყვარება. აი ხა მე უფრო დიდი ლინზით დაგაკვირდები, ამ ყველაფრის მერე ძალიან მაინტერესებს ეს ყველაფერი, როგორც кейსი და როდის გაქვთ კიდევ ახალი კურსის შეკრება, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, ცენტრალურ ადგილას ჩემი ადგილი დაჯავშნილია. გელოდებით 18 და 25 აპრილს გვაქვს მორიგის შეხვედრა, გუშინაც ჩავატარეთ მინი შეხვედრა, შემდეგ მაისშიც არის დაგეგმილი, მაგრამ აი დღეს რაც შეგვიძლია რომ დავანონსოთ, ეს არის 18 და 25 აპრილი, ერთი დღე დაეთმობა სულად ენეაგრამას მეთოდის გაცნობას და მეორე დღეს განვიხილავთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ენეაგრამა მარკეტინგში, ბიზნესში, ჩვენი პორტფოლიოსთვის, იმისთვის რომ შევქმნათ ახალი პროდუქტები, ბიზნეს განვითარებისთვის და რაღაცა ენია გაყიდვების მომენტსაც მოვიცავთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ენია გაყიდვების დასადები კურსი აუცილებლად, თუმცა ამაშიც ამ კურსშიც უფრო აქცენტირებულად არის მარკეტინგი, მაგრამ გაყიდვებსაც აუცილებლად მოვიცავთ და გვინდა რომ ასე ვთქვათ, გავაცნოთ უფრო ფართო მასებს ეს ჩვენი მიგნება. მაინტერესებს ერთ სადამდე წახვალთ ენეაგრამას გამო ფაქტია რომ არანაირი საზღვარი არ არსებობს და აქვე მინდა გითხრა ერთი საყვედური ძალიან ვიცი რომ ძალიან კარგი ყავის კამპანიას გეგმავ ახლა საკომუნიკაციოს და რატო არ მომიტანე
ყავას შემდეგზე მოგიტან კარგი. აუცილებლად, დღეს ყვავილებით გავხსენით ჩვენ კვირა დღე და შემდეგზე როცა ზუსტად განვიხილავთ სწორედ ამ კამპანიას. ზუსტად ეს კამპანია განსახილველი გვაქვს. ენეაგრამის ჭრილში ენეაგრამის ძალიან ჭრილში, საინტერესო დაიგო, იქნება ეს მისი მოხდა. განხილვა. სწორედ ახლა ისახება ის იდეები და აზრები, რაც ძალიან მალე თქვენთვისაც თვალსაჩინო იქნება, ერთ-ერთი კარგი кейსი დავიწყებული სახელის აღდგენა, მოდი არ ვიტყვი ამ სახელს და ნატა აპირებს ამ კომუნიკაციის გაშლას, როგორც მივხვდი სწორედ ენეაგრამას ჭრილში და აბა ნახოთ როგორ მუშაობს ენეაგრამა. დიდი მადლობა. მადლობა.